14 აგვისტო შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. სწორედ 34 წელი გავიდა დღეს აფხაზეთის ომიდან. ახლა ამ წუთებშიც გმირთან მემორიალთან იმყოფებიან ვეტერანები, ის ადამიანები, ვინც გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად მოვიდნენ დღეს გმირთა მემორიალზე და გვირგვინებით შეამკეს გმირების გმირთა მოედანი და მათი ხსოვნის საპატიოცემულოდ. დღეს აქ მოსული ვეტერანები შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 34 წლის წინ მომხდარ ომს იხსენებენ, იმ ტრაგიკულ დღეებს ხვევიან და იხსენებენ და შეიძლება ითქვას, რომ ახსოვთ ის მძიმე დღეები და ტრაგიკული დღეები, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, რომელსაც საბოლოოდ 10,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 300,000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში იქცა დევნილად და იძულებით მოუწიათ, რომ ტერიტორიები დაეტოვებინათ. ახლა ასეთი ადგილზე ვითარება, სადაც არიან ვეტერანები, ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, შეკრებილები, რომლებიც უმძიმეს და ტრაგიკულ დღეებს კიდევ ერთხელ დღეს მედიასთან იხსენებენ. ჩემი შვილი ვასო გიორგის დღეებუაძე პირველი დღიდან რა თქმა უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ბოლომდე ომის დამთავრებამდე თითქმის მისული ვიყავით და იმ ბოლო დღეებში დაიღუპა. მამა, მისი ბიძაშვილები მერე დახვრიტეს. ქუჩაში იყვნენ ისინი დახვრიტილი და გადასვენების უფლებას არ მაძლევდნენ. 38 დღის მერე მოვიპოვე როგორც იქნა ვიღაცებისგან ნებართვა და გადავასაფლავე 38 დღის მერე სასაფლაოზე დავასაფლავე. აი, ამდენი ხალხი ეს პირველი ეს და ეს ჩემი მეუღლეა, ეს მაზლია, მაზლიშვილები და მაზლიშვილი და მაზლი. არ ვიცი რა გვაქვს საბოდიშო ჩვენ დაგვეცენ, ჩვენ გადმოვყარეთ ჩვენი სახლებიდან და რა უნდა მოუბოდიშოთ და ვის უნდა მოუბოდიშოთ, ეს ვერ გამიგია. არის ყველაზე თანამედროვე ისტორიის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ისტორიის დღეები 13 წელი და 13 თვე და ამ ჯოჯოხეთურ დღეს დაიწყო 14 აგვისტოს დაიწყო. მე პირადად გაგრის დესანტის მონაწილე ვარ. კარგად ვიხსენებ იმ დღეებს, როდესაც ჩვენ გადავედით საბედნიეროდ, მაშინ დიდი შეტაკებები არ იყო და მოსახლეობა ძალიან კარგად შეგვხვდა, მათ შორის აფხაზური მოსახლეობაც, მაგრამ მოგვიანებით მერე ამოქმედა მაინც სეპარატიზმი, ჩრდილოეთიდან შემოსული ძალები, მათ შორის ჩრდილოკავკასიის კონფედერანტები, რუსულ ჯარებზე თავისთავად აღარ მინდა ვილაპარაკო, ეს ყველა მიცის უკვე 2-4-4-ია და შემდეგ უფრო დამძიმდა და გართულდა მდგომარეობა. საუბედუროდ ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დამთავრდა საქართველოსთვის და მთელი ომის განმავლობაში ვიცავდით რა სოხუმს, არაერთი ბრძოლის მონაწილე ვარ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვა ის დღე, გამარჯვების დღე, როცა საქართველო დაბრუნდება აფხაზეთში და სოხუმშიც შევძლებთ ამ ჩვენი დაღუპული ბიჭების უკტავყოფას, მათ საფლავებთან მისვლას. აფხაზეთის ომი, რომელიც 14 აგვისტოს 34 წლის წინ დაიწყო, 13 თვე და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის შემდეგაც 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 300,000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად და იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული დღეები, გაიხსენეს ის გმირები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ და სწორედ გმირთა მემორიალზე დღეს პატივი მიაგეს მათ ხსოვნეს.